გამარჯობათ. მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა ვისაუბრო ჩემს რაღაც იდეაზე, რომელიც თავში მომივიდა. დღეს ვიყავი თბილისის მოლში. ვიშოპინგე. საკმაოდ კმაყოფილი ვარ და მე წავედი შოპინგის მერე დავიღალე, წავედი დავჭექი ერთ-ერთ კაფეში. სვავდი ყავას და ამ დროს დავფიქრდი ჩემს დღევანდელ სიტუაციაზე. ანუ რა ხდება დღეს? დღეს ხდება ის, რომ მე ვარ საკმაოდ პოპულარული. ანუ ეს რა თქმა უნდა დროებითია და დავფიქრდი იმაზე, რომ ეს მომენტი და ეს შანსი რა თქმა უნდა გამოვიყენო და ალბათ ყველა ნორმალური ადამიანი დამეთანხმება, რომ თუ შენ გაქვს საშუალება რომ რამე გააკეთო, მაგალითად რა თქმა უნდა, კარგი და არა ცუდი. ეგეთი მომენტები ძალიან უხდება მაგ სიტუაციას. ანუ მე რა გადავწყვიტე. Facebook-ზე მომდის ძალიან ბევრი წერილი გოგოებისგან, რომლებიც მეკითხებიან, მაგალითად, ეს ფეხსაცმელი სად იყიდე, ძალიან მომეწონან, თმასად გაიკეთე, რა ლამაზად გაქვს. ან რაღაც რამე ტანსაცმელზე მეკითხებიან, რომ სად ვიყიდე და ეს რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ მათ ეს ჩემი ჩაცმის სტილი თუნდაც ის როგორც მე უვლითავს, ეს ყველაფერი მოსწონთ და მე გადავწყვიტე შევქმნა ჩემი ბლოგი, რომელსაც დავარქმევ Fashion Girls blog, სადაც მე ყოველდღიურად გამოვაქვეყნებ ან დავდებ სურათებს, ვიდეოებს, სად ვიყავი, რას ვაკეთებდი, რომელ მაღაზიას ვანიჭებ უპირატესობას და რატო, სად ვიკეთებ თმას, სად ვიკეთებ მაკიაჟს, ან სად დავდივარ სოლარიუმში და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს გოგოებო თქვენი აზრი, თუ თქვენ ეს ყველაფერი მართლა გაინტერესებთ. და რამდენად სასურველი იქნება, რამდენად რეიტინგული იქნება ეს ბლოგი, მე რა თქმა უნდა წინასწარ თქვენი აზრი მაინტერესებს. რაც შეეხება მამაკაცებს, მამაკაცებო არავითარ შემთხვევაში არ დაგჩაგრავთ. მე თქვენ ამ ბლოგის საშუალებით მოგცემთ რჩევებს, რა უნდა აჩუქოთ გოგონებს, ქალბატონებს, რა არ უნდა აჩუქოთ და რატო. ასე რომ არ ვიცი, მე ვფიქრობ, ჯერ რა თქმა უნდა თქვენს გამოხმაურებას ველოდები, ანუ რას ფიქრობთ ამ ყველაფრის შესახებ. მე ძალიან გამიხარდება თუ ამ ყველაფერს დადებითი ემოცია და პოზიტიური მუხტი მოყვება. ეს იქნება ძალიან სასიხარულო ჩემთვის. და შემდეგ რა თქმა უნდა თუ თქვენ ეს იდეა მოიწონეთ, თუ თქვენ ეს ყველაფერი მოგეწონათ, შევქმნი ბლოგსაც. ამას არ ამგონია დიდი ხანი დაჭირდეს page-ის გაკეთებას დღესდღეობით. დიდი დრო არ უნდა შექმნა არაფერი არ არის, თავარი არის თქვენი გამოხმაურება, თავარი არის თქვენს მიერ შექმნილი რეიტინგი, თუ რა თქმა უნდა თქვენ ეს ყველაფერი მოგეწონებათ. არ ვიცი, მოკლედ ველოდები თქვენს გამოხმაურებას, მეგობრებო, გოგონებო, ქალბატონებო და მამაკაცებო თქვენც, რა თქმა უნდა.